სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. აი ესე გამოიყურება მისი უწმინდესობის საფლავი სიონის საპატრიარქო ტაძრად წოდებულ მარცხენა მხარეს არის განთავსებული ტაძარში პირდაპირ ამბიონიდან. დაკრძალვამდე რამდენიმე წუთით ადრე სასულიერო პირების მოთხოვნის შესაბამისად გაითიშა პირდაპირ ეთერიც და ტრანსლაცია სიონის ტაძრიდან ისევე როგორც აიგზალა სხვა საშუალებით ვიდეო ტელეფონით პირდაპირ ეთერები და ფოტოები უშინდელ დღესთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, კიდევ უამრავი ფოტო გავრცელდება. ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან სიონამდე სამგლობიარო პროცესით გადაასვენეს. დიდი ხანია თუ საერთოდ ყოფილა ამ რაოდენობის ხალხი დედაქალაქის ქუჩებში. ეს არ ახსოვს 10,000-ობით გამოსული მორწმუნე და მადლიერი ილია მეორის კათოლიკოს პატრიარქის მიმართ, რომელმაც არც ყურადღება, არც ჯანმრთელობა და რაც თავარი არც სიყვარული დაიშურა თავისი მრევლის და სულიერი შვილების მიმართ. ქართულმა სამღვდელოებმა 22 მარტს დილით საკათედრო ტაძარში პატრიარქის სულის მოსახსენიებელი წირვა აღასრულეს. მოგვიანებით პატრიარქს წესი აუღო ყოვლად უწმინდესმა პატრიარქმა კონსტანტინოპოლისა, აღლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეუსმა წესის აგებაში მონაწილეობდნენ მოსაყდრე შიო, მუჯირი და ქართული სასულიერო პირები. ეს დღეები მის უწმინდესობაზე ბევრი საუბრები მიდიოდა და გასაგებია. მიდიოდა განუწყვეტლივ კიდევ ბევრი ითქმის და დარჩა მოსაყოლი საქართველოსთვის ამ ეპოქალური პიროვნების ცხოვრებიდან, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მართავდა საქართველოს ეკლესიას, მოუტანა მას დამოუკიდებლობა, გაიარა თითქმის ყველა ფორმაცია, რაშიც საქართველოს პოლიტიკურად და კულტურულად იყო წარმოდგენილი. არ ახდა მისი უწმინდესობის მთავარი ნატრა და სურვილი სიცოცხლეშივე გაერთიანებული საქართველოს ეხილა. პატრიარქს, რომლის მოსახსენიებელში ყოველთვის დარჩება სახელი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე. მაცხომოს ღმერთმა. უშინ უკრაინაში დაიგზალა კიდევ ერთი პატრიარქი ფილარეტი, ის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიო პატრიარქი გახლდათ. ეს ისტორიული ფოტო, რომელიც ახლა თქვენს წინაშეა, აღმოაჩინე ინტერნეტში, ჩემს რამდენიმე კონტაქტ მეგობარში, სადაც აღწერილია, რომ ეს ფოტო არის 1976 წელს გადაღებული, როცა კიევის მიტროპოლიტი გახლდათ ფილარეტი, მის გვერდით კი ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილია. ისინი ერთმანეთს 1953 წლიდან იცნობდნენ, როცა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში ახალგაზრდა მასწავლებლად მიავლინეს მამა ფილარეტი, ხოლო სემინარიის სტუდენტი გახდა საქართველოს მომავალი კათოლიკოსი ილია მეორე. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ აი ამ პერიოდის განმავლობაში მედიის გამორჩეულად საგულდაგულო შრომა, მუშაობა იღურებოდა ეკრანებიდან თუ ინტერნეტ საშუალებებიდან. მე მგონი მარტო ჩემი ყურადღება არ მიიქცია გაუმცემლობა ტაბულას, ასევე ირაკლი კიკნაველიძის ეთერებმა ფორმულაზე, არაფერს ვამბობ პირველის უწყვეტ მაუწყებლობაზე, ფაქტიურად 24 საათის განმავლობაში, თან ყველა რაკურსში. ტაბულას ვექონდა აბსოლუტურად სწორი მიგნება, რომ უამრავ სამძიმარს შორის წერილების სახით, რაც მიიღო საქართველოს საპატრიარქომ და ხელისუფლებამ იყო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სამძიმრის წერილი.
რომელიც რუსეთის უმაღლესმა სასულიერო პირმა გამოაქვეყნა და წერილში კირილი თავს არიდებს. სრულად დაწეროს და მოიხსენიოს საქართველოს პატრიარქის ტიტული, რათა არ ახსენოს ცხუმა აფხაზეთი, რომელსაც ის არ აღიარებს. ისე რუსეთის პატრიარქი კირილი საქართველოს პატრიარქის სრული ტიტულის ხსენებას წარსულშიც არიდებდა თავს. სამძიმრის წერილში კირილმა აღნიშნა, რომ კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ტრადიციულ კეთილ ურთიერთობას ინარჩუნებდა და საჭიროდ მიიჩნევდა ქართველ და რუს ხალხთა შორის ქრისტეში სულიერი ერთობის დაცვას ამ ქვეყნიური ხარისხლებისგან. სხვათა შორის გარდა რუსეთის სულიერი ლიდერისა, მისმა ჭეშმარიტად სულიერმა და ხორციელმა ლიდერმაც გამოაგზავნა სამძიმრის დეპეშა თუ წერილი. კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვაზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციამ მეუფე შიოს ილია მეორის გარდაცვალების შესახებ ვლადიმერ პუტინის სამძიმარი გადასცა ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექცია აუცილებს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სახელით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს და სრულიად ქართველ ხალხს გადაეცა სამძიმრისა და ხარდამჭერის სიტყვები. აღნიშნულია სექციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. სხვათა შორის რუსეთის და უკრაინის გახსენებაზე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გასული კვირის განმავლობაში 1550-მდე დრონი, 260-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და 2 რაკეტაც გაუშვა. იმავე კვირაში სანქციების შემსუბუქების გამო რუსეთმა ომის დასაფინანსებლად ნედლი ნავთობის გაყიდვები გაზარდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, ზელენსკის თქმით, შემოსავლები რუსეთს დაუსჯელობის განცდას და ომის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. მე შეგახსენებთ, რომ ამერიკის მთავრობის და ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით რუსულ ნავთობზე მოხსნილია სანქციები, მოხსნილია დათქმით, ანუ დროებით ერთი თვის ვადით, თუმცა ამ ამბავმა რის გამოც ეს გააკეთეს, დიდად არ იმოქმედა ნავთობის ფასზე. აი ამ დროისთვის ნედლი ნავთობის ფასი არის 98-99 დოლარის ფარგლებში, ხოლო ბრენტი მთლად $112-ზეა და მე მგონი 113-ისკენაც მიიწევს. ფაქტია, ბაზარს არ და ვერ აწყნარებს ნავთობის ჭარბი მიწოდების განცხადებები, მათ შორის ირანულ ნავთობზე სანქციების მოხსნაც. მეტიც, საკმაოდ დაიძაბა ამ შაბათ-კვირას ვითარება ახლო აღმოსავლეთში. შეერთებულმა შტატებმა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათში არ გახსნის, შეერთებული შტატები მის ელექტროსადგურებს დაარტყამს და გაანადგურებსო. აი ამის პასუხად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის წარმომადგენელმა ხათამ ალ-ამბიას ცენტრალური შტაბის პრესპიკერმა განაცხადა, რომ თეირანი რეგიონში შეერთებული შტატების ინფრასტრუქტურას დაარტყამს, თუ პრეზიდენტი ტრამპი თავის მუქარას აღასრულებს და ირანის ელექტროსადგურებს დაესხმება თავს. ირანი ასევე იმუქრება, რომ ჩააბნელებს, ანუ ბლექაუტს მოაწყობს მთელ რეგიონში, გათიშავს ელექტრომომარაგებას, რაც ნიშნავს, რომ იერიშებს მიიტანს რეგიონის ენერგოგენერაციის ობიექტებზე. ხო, მე გავრცელდა ასევე რამდენიმე ვირუსული ვიდეო, სადაც ჩანს ეს კადრები, ირანის ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობები, რომელსაც თეორიულად აი ამ ვიდეოს წარმომავლობას და რაკეტების ტექნიკურ შესაძლებლობებს თუ დაუჯერებთ, შეუძლია ევროპის მთავარ ქალაქებამდე, მათ შორის იგივე პარიზამდე, ლონდონამდეც მიაღწიოს. სხვათა შორის არ არის შორს სიმართლისგან, მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოწოდება იყო ევროპის მიმართ, რომ რასელოდებით ან რატომ ელოდებით როდის დაგარტყავთ ირანი. ან დაესხმება თავს თქვენს ქალაქებსო. დროა ჩაერთოთ საომარ ვითარებაშიო. მიმართავს ბენიამინ ნეთანიაჰუ ევროპის ლიდერებს. განცხადებებს აკეთებს ამის პარალელურად ირანის სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცი რეზა ფეხლევი, რომელიც ამერიკის და ისრაელის მთავრობებს მოუწოდეს გააგრძელოს იერიშები აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ, თუმცა მოუწოდებს არ შეეხონდა თავი შეიკავონ ირანის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაბომბვისგან, რაც საჭირო იქნება და საჭირო არის ხალხისთვის და მომავალში არ შექმნის პრობლემებს ქვეყნის განვითარებისთვის. იცით, აღნიშნული განცხადებები მოყვა ირანის თავდასხმას ბრიტანეთი შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე. ამ ბაზას ქვია სახელად დიეგო გარსია.
რამაც ერთგვარად დაადასტურა ირანის შესაძლებლობები საკმაოდ შორს მანძილზე შეძლოს მიზნების მიღწევა. მე უბრალოდ შეგახსენებთ, რომ აი ეს ბაზა, რომელიც მიზანში ამოიღეს ირანის სამხედრო ძალებმა, ანუ დიეგო გარსია, ეს არის დაახლოებით ირანიდან 4000 კილომეტრის მანძილზე. ეს არის პატარა კუნძული, მდებარე ინდოეთის ოკეანეში, რომელიც მდებარეობს ჩაგოსის არქიპელაგის, ანუ კუნძულების ჯგუფის შემადგენლობაში და დიეგო გარსიას აი ამ კუნძულს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ჩაუძირავ საზღვაო ავიამზიდს. ანუ აი ამ კუნძულს, რადგან მასზე არის ბრიტანეთის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამხედრო ბაზა განთავსებული. სწორედ ამიტომ მოიხსენიებდნენ ჩაუძირავ ავიამზიდად. ხოდა ამერიკული მედია, თუ არ ვთქვი, Wall Street Journal-ი იყო, სამხედროებზე მოყოლი წერდა, რომ კუნძულებისკენ დამიზნებული და გაშვებული ბალისტიკური რაკეტებიდან ერთ-ერთი ტექნიკური გაუმართავობის გამო ჩამოვარდა, ხოლო მეორე ჰაერშივე იქნა განეიტრალებული. შეიძლება, მე ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მანძილზე ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვება საკმაოდ დაძაბა. და ჩაძაბა პირადად ამერიკის პრეზიდენტი, რომელმაც როგორც გითხარით, 48 საათი მისცა ირანს ჰორმუზის სრუტის გათავისუფლებისთვის და ამას საკმაოდ ემოციური ტექსტი მიუძღვნა სოციალურ ქსელში, თუმცა მე ჩემს პირადად ეს ზომიერ და დილეტანტურ აზრს მოგახსენებთ ნავთობის ფასთან დაკავშირებით, რომ მე არ ვეღე ნავთობზე ფასების დაწყებას. აი ამგვარი გადაწყვეტილებებით, რაც ახლა ხდება, რადგან არ იხსნება მთავარი საფრთხე. არ სრულდება ომი. და ომის დასრულების პერსპექტივას მაპატიეთ და ჯერჯერობით ვერ ვხედავ. და კიდევ ერთი რასაც უყურებ, ჰორმუზის სრუტედან იცით დაიძრა უკვე ტანკერები. ოღონდ ამით უფრო სარგებლობს ოფიციალური თეირანი, რომელმაც გემზე $2 მილიონი გადასახად დააწესა და ისე ატარებს ნავთობზიდებს. წარმოიდგინეთ, ახლა ფასების აწავა, როცა თითო გემზე კიდე დამატებით $2 მილიონი უნდა გადაიხადო. და შემდეგ აი ამ $2 მილიონი სანაცვლოდ უშვებენ აი ამ ტანკერებს ჰორმუზიდან. ომს ფული სჭირდებაო, დიდი ფულიო და ამიტომ აი ესეთი მიდგომა არის გამართლებულიო, ამბობს ირანის ეროვნული უშიშროებისა და საგარეო პოლიტიკის საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი ალაედინ ბორუჯერდი. მისი სიტყვების ციტირება მოვახდინე, რომელიც გამოცემა Iran International-ში ამოვიკითხა.